რადგან ნარჩენების მართვაზე ვსაუბრობთ, მაგალითად რომ ავიღოთ რიონი და მისი კალაპოტი და რიონის ჩამოდინება, მივხვდებით რომ თითეული მუნიციპალიტეტი როგორ მართავს თავის ნარჩენებს ამ რიონისგან მოყოლებული, მათ შორის იმ ქალაქში, რომელსაც მე თქვათ წარმოვადგენ აბორიგენულად ქუთაისს, შესაბამისად მე მაქვს პასუხისმგებლობა როგორც ქუთაისელს, როგორ მართავ ჩემს ნარჩენს ფოთელების წინაშე. ეს იმდენად ურთიერთდაკავშირებულია რიონის წყლის აუზით, რომ ერთმანეთთან ამას ვერ განაცალკევებ. ზღვის სანაპირო მართალი არ გვაქვს მოწესრიგებული, მაგრამ რაც გვაქვს და რასაც გვთავაზობენ, არის ძალიან დაბინძურებული. განსაკუთრებით იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ხდება ყოველდღიურად პლაჟის დალაგება. გარდა იმისა, რომ არის ტვირთი და სიბინძურე და ძალიან ბევრი პლასტიკატი, ასევე არის ძალიან საშიში სამედიცინო ნარჩენებიც. წარმოებები, რომლებიც თქვა თევზის გადამუშავებაზე მუშაობენ, რაღაც ანუ არის იქ აი ეს ცხიმები, რომელიც ზედმეტი, ანუ გადასაღვრელია და რაღაც ჩაიღვრება რიონში. გარდა ამისა, მოგეხსენებათ სხვადასხვა წარმოებები ღვრიან თავიანთ ნარჩენებს, რაც ქიმიურადაც არის საშიში ნივთიერებებით სავსე რაღაც, მაგრამ ცხიმები. აი ეს ცხიმი დილით როცა მიდიხარ, აი თეთრი ქაფი ადევს რიონს ხიდს რო გადადიხარ და მე რა ხდება, იცით, აი ეს დიდი როგორც ცელოფნის აპკი პარკისგან გაკეთებული ისეა და იმის ქვემოთ უკვე იხტიოფაუნა, იხტიოფლორა აბსოლუტურად ნადგურდება, იმიტომ რომ ის ცელოფანი რო დაგახუროს თავზე გაცმა ხო ვერ ისუნთქა.